მოგესალმებით, მე გახლავართ გიორგი დარასელია და მინდა აუცილებლად ყველა ის ადამიანი, ვინც პატიმრობას აშინახართ, ბედნიერება და სიხარული მინდა გისურვებთ, ის ადამიანები, ვინც ხართ უცხოეთში, ყველა სიხარული გისურვებთ და წარმატებები, ზოგი უძლურებას აშინახართ, თავიცი გამოჯანმრთელებას გისურვებთ ყველას ურთულეს პერიოდში. მინდა რომ დღევანდელი დღე მოგილოცოთ აუცილებლად და დღევანდელი დღე არის უმაგრესი დღე, ნათლისღება ძალიან მიყვარს და რა მაგარია რომ ქრისტიანებად გავწვდით და ეს დღესასწაულია რომ აი გვაახლოვებს და გვანათესავებს ერთმანეთს და მინდა რომ მართლა ყველას ვინც არიან ჩემი ნათელმირონი ვისაც ეს დღესასწაული მნიშვნელოვანია ვინც მოინათლეთ დღეს განსაკუთრებით პატრიარქის ნათლულებს ყველას გულით მოგილოცოთ აქედან და მადლობა რომ ხართ აბსოლუტურად ყველანი ის და ძალიან მაგარი დღე არის საერთოდ ქრისტიანისათვის და საერთოდ კაცობრიობისათვის აი თუ გინდა რომ ცხონდე ეს დღე შენთვის უნდა დადგეს სხვანაირად ცხონება არ იქნება, იშვიათი გამონაკლისის გარდა, ხო? და ამისათვის აი მოვიწვიე დღეს მამა პეტრე ძინძიბაძე და დაგლოცეთ მამაო თუ შეიძლება დიდ მადლობას მოგაცნობთ. ბატონო გიორგი, თქვენთან ერთად ჩვენი ტელემაყურებლები, ჩვენი მრევლი, ჩვენი საქართველო და მთელი მსოფლიო ყველა კარგად ვიყეთ კაცო. დევეტევით ამ ქვეყანაზე თუ ჭკვიანად ვიქნები და თუ არაფერი არ გვინდა, მაშინ შეიძლება არაფერი არ გვიყოს 10 ამდენიც კი და იმედია რომ დღევანდელი დღე კიდევ ერთხელ დაგვაფიქრებს, გაგვახსენებს რომ ქრისტიანები ვართ, ადამიანები ვართ, ერთმანეთი უნდა გვიყვარდეს, ერთმანეთს პატივს ვცემდეთ და მე მადლობელი ვარ პირველ რიგში თქვენდამი რომ მე მომეცა საშუალება ამ დიდ დღესასწაულს მივესალმო ჩვენს ტელემაყურებლებს, ჩვენს მეგობრებს, ახლობლებს და მიულოცო ეს დღევანდელი დღე. იმიტომ რომ აი მე ასე აღვიქვავ და ალბათ დამეთანხმებით თქვენს რომ ნათლობა ეს არის კარები ქრისტიანობაში შესვლის. ძალიან ხშირად ადამიანებისგან გაგვიგია რომ მე კარგი კაცი ვარ, მე შრომელი ვარ, მე მოყვარული ვარ, არავის არ შეურაცხყოფას არ ვაყენებ, მაგრამ თუ არ შევალთ ამ კარებში, ან სხვანაირად ვთქვა, თუ არა ვალთ ამ გემზე, სადაც ქრისტეა ისე ვერ გავალთ, ვერ გავწურდებით ამ ოკეანეს და ამ ცხოვრების სირთულეებს, ვერაფერს ვერ გავალთ და აი ეს გვაძლევს საშუალებას და თვითონ უფალმა გვაჩვენე ეს გზა. ახლა მას რაში ჭირდებოდა ღმერთი იყო და მაგრამ საკუთარი მაგალითით, აი სწორედ ეგ არის ის რომ ჩვენ როდესაც ვამბობთ ქრისტეს ორი ბუნება ღვთაებრივი და კაცობრივი და აი კაცობრივი ბუნები გვაჩვენა თუ როგორ უნდა ვიცხოვროთ, რატო უნდა მოვინათლოთ, რატო ახლა მე ვეცდები რომ რამდენიმე შტრიხი წარმოგიჩინოთ ის რომელიც დაფარულია და არ ჩანს ხოლმე მრევლისთვის და საზოგადოების ნათლობა, ესე იგი ეს ამ დროს გადმოდის სულიწმინდა ანგელოზი მოდის, რომელიც მთელი ცხოვრება გვეხმარება მე, რომ ეს ანგელოზი იმით კი არ დაგვდევს და იწერს ჩვენ ცხოვრებას და მე ჩვენ საწინააღმდეგოდ წარგვადგინოს, არა გვეხმარება, მაგრამ ჩვენც პატივი უნავცეთ იმ ანგელოზს. ღირსეულად მოვიქცეთ, ღირსეულად ვილოცოთ და თვითონ ნათლობის პროცესი საინტერესო არის. თავიდან, როდესაც ადამიანი მოდის, აი ჯვრის კანონში როგორ არის, აი მე ვაპატიეთ, ცოტა წინ გავიქცევი და მინდა ერთი საინტერესო ნიუანსი გითხრათ რა. გაგვიგია კეთილშობილი. კეთილშობილთა სასწავლებელი იყო ადრე რევოლუციამდე საქართველოში ხოლმე. რას ნიშნავს კეთილშობილი? კეთილშობილი კი არ არის, ვინც სამეფო ოჯახის წარმომადგენელია და იქ დაიბადა ან ერისთავი და ასე შემდეგ ან ვიღაც სხვა რამე ნიჭით გამოდი. არა, თურმე როგორც ყველაფერს აქვს თავისი წესი. ადამიანის დაბადებასაც აქვს თავისი წესი და ის ვინც ამ წესით და სწორედ დაიბადება, ის არის კეთილადშობილი. და თურმე როგორ არის? მომავალი მეუღლეები უნდა იყვნენ მორწმუნეები, ეკლესიურად ცხოვრობდნენ, ლოცულობდნენ, ეზიარებოდნენ და შექმნან მათ ოჯახი.
დაიწერონ ჯვარი. მე ბავშვი ჩაისახოს არამარხვაში. ამას აქვს მნიშვნელობა. აი უკვე მოაწევს მშობიარობის დრო, იკითხება ლოცვა მშობიარესა ზედა. დედას უკითხავთ ამ ლოცვას, რათა მშობიარობა წარიმართოს ზარალის გარეშე. ეს მშობიარობა იცით ძალიან კარგად, რომ ძალიან რთული პროცესია. სიკვდილის სიცოცხლის ზღვარზე გადის. სიცოცხლის ფასად ხდება. ხო, ძალიან რთულია და სამწუხაროდ არის ხოლმე ბევრი შემთხვევები. ამიტომ, როდესაც ამ ლოცვას შევასრულებთ, ყველაფერი მშვიდად და კარგად და წარმატებულად მიდის. მერე იკითხება მერვე დღის ლოცვა. ბავშვი მოყავთ ტაძარში, დედა. სახელის და. ხო, ერქმევა უკვე სახელი. ეხლა აქ არის ხოლმე რომ დღეს ახლა ძალიან ამ ბოლო პერიოდში შემოვიდა უცხო რაღაც უცხო სახელები, ისეთი სახელები, რომელსაც დავიბნევით ხოლმე ჩვენ სამღვდელოება. როგორ შევარჩიოთ სახელი? ძალიან მარტივია. იმ დღეებში, როდესაც ბავშვი დაიბადება, რომელი წმინდანი იყო და ვიხსენებთ. ჩვენ ამ წმინდანს მე ეს ბავშვიც არ აქვს ნიშნობა ვაჟია, ქალია, ამ თავის წმინდანს, ვის სახელიც მას ერქვა, შესთხოვს ხოლმე დახმარებას. გიორგობას ახლა ტრისტანას რო დაარქვე, ხო არ გამოვა. არჩევიეტრი გიორგი დაარქვა. ნიკოლოზობას ნიკოლოზი დაარქვა. ხო, მაგრამ აი ტრისტანობა თუ იქნება მამაო და არ გინდა სიტყვაზე, ანუ აი ხო არის იშვიათი სახელი. უბრალოდ ტრისტანი იმიტომ ვთქვი, რომ მე ტრისტანთან კი არა მაქვს პრობლემა, ღმერთმა დაგვიფაროს ნებისმიერი სახელი. იმდენი წმინდანებია. ახლო მახსოვს. იმდენი წმინდანებია, მე ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ მეგონა რომ მარტო თავიდან ის იყო რა. აი თუ ჩავხედავთ კალენდარში და წმინდათა ხსენების დღეს, აუარებელია. შეიძლება წინა დღეს იყო, მეორე დღე ვიღაცა მოგვეწონოს და ის დაიცავს მას. ჩვენ რო შევთხოვ, მშობელი რო შევთხოვ, უფალო წმინდა გიორგი დაიცავი ჩემი შვილი გიორგი. ან სხვა რომელიც წმინდანიც არის, ეს უფრო სასარგებლო იქნება ბავშვისთვის და მომავალი ადამიანისთვის. ხო, შემდეგ იკითხება მე-40 დღეს დედის განწმენდის ლოცვა. დედას 40 დღე არ შეუძლია ტაძარში შესვლა. და აქედან უკვე შეიძლება ნათლობაც. მაგრამ ეს დავაზუსტოთ და აუხსნათ, რატო არ შეუძლიათ 40 დღე? ერთი წუთით. აქ არის რა, რომ ნათლობა ადრე შეიძლება ჩატარდეს. აი პატარა ბავშვი დაიბადა და რთული ჯანმრთელობა ხო, იშვიათი გამონაკლისი როცა. აი გადარჩება თუ არ გადარჩება ექიმები და ამ დროს შეიძლება მოინათლოს. მე პირადად ბევრი მომინათლია. ძალიან ბევრი. რომ უთქვიათ, რომ აი ცუდი მდგომარეობა და მომინათლია ყველაზე პატარა ბავშვი 600 გრამიანი. 700 გრამიანი, 900 გრამიანი, კილო 200-იანი. კარგად ყოფილან და ღმერთმა ყველა დაწლოცოს და კარგად ამყოფოს. ხო და აი ესეთი რამე ხდება. და იკითხება ლოცვა დედაზე და 40 დღე რატო არ შეიძლება ხა ამ დროს ახლა ეგ სუფთა მედიცინისა და ჰიგიენის ამბავია, გამონადენი აქვს ქალბატონს დედას და ამიტომ ტაძარი რო სისუფთავია და ეს იყოს დაცული 40 დღემდე და სრულდება ეს პროცესი და ამის შემდეგ ხდება მობრძანება დედისაც, ბავშვისაც და იქ არის საინტერესო ლოცვა. მე ადრე ვთქვი ეთერში და ახლაც გავიმეორებ. ესეთი ლოცვა მოყავთ პატარა ბავშვი და მოძღვარი კარებში სანამ ტაძარში შევა, დედა და ბავშვი კარებში, ტაძრის კარებში იკითხება უფალო ღმერთო ჩვენო, მადლობ შენ იმისათვის რომ აი ამ ყრმას მიეცი ხილულის ხილვის უფლება. ესე იგი დაიბადა და მოვიდა ამ ქვეყანაზე და ხილული უნდა იხილოს. ღმერთო ისე წარმართე მისი ცხოვრება რომ უხილავით იხილოს. ეს როცა ჩვენ იმ ქვეყანაში წავთ უხილავ სამყაროში მადლი ქონდეს. ესე იგი თავიდანვე ვთხოვოთ ღმერთს. აი ესეთი ბავშვი რომ მოინათლება და გამოვა ასპარეზო ცხოვრება შეიძლება მერწმუნეთ რა. აი 1000 ბავშვი რომ დააყენოთ, ერთი იყოს ასეთი, მიხვდებით რომ ის ბავშვი სხვანაირია. ჯამრთელი, ნიჭიერი, გონიერი და ყველაფერი. იმიტომ რომ სული წმინდა მასთან ერთად დაბადებით. რაც ადრე მოინათლება უკეთესია, მაგრამ არ ხდება ახლა სხვადასხვა მდგომარეობა, პირობები და გადაიდება ხომ 1 წელი, 2 წელი, გვიან და ასე შემდეგ.
აუქნათ ახლა ეს ცხოვრების ის არის ამას ვერ გავექცევით, მაგრამ უნდა მოინათლოს ადამიანს. ის მადლი მიიღოს, მას ამის შემდეგ მიყვება იქ აი თვითონ ნათლობის რიტუალში არის ესეთი თავიდან იწყება არა პირდაპირ ნათლობა, არამედ იკითხება განწმენდის ლოცვები, მაინც. აი როგორი კარგი ქვაბიც არ უნდა კონდეს სახში საჭმლის გაკეთება რომ უნდა დიასახლისი ჯერ მაინც გამოავლებს წყალს და აი ესეთი მსგავსი ფუნქციონალური დატვირთვისა რომ განიდევნოს მისგან ყოველი არაწმინდა სული. ხო. და მერე ჯერ ეცხება ზეთი, მერე ეცხება მირონა, აი საოცარი რამეა. ძალიან რა არის იცით? ახლა ვისაც დიდი გამოცდილება აქვს დამეთანხმებიან ისინი ყდლები მოძღვრებით მები ჩვენი რომ აი ვინც მოდის ეს ბავშვი მოსანათლად თუ მორწმუნე ოჯახში არ ტირის ზოგიერთი ისე გაიჭაჭება და არ უნდა ეს ნათლობა და წივილი ეს ნიშნავს რომ თვითონ ოჯახშია სირთულეები და მშობლები არ ლოცულობენ არ არიან კი ცდილობენ რომ რაღაცა გააკეთონ აქ არის ესე იგი მოინათლება ეცხება მირონი და მერე იკითხება სახარება და მერე ცმების აღკვეცა და აი ეს რიტუალი ტარდება და იქნება და მთელი ცხოვრება მას აი ბევრი ყოფილა რომ ავადმყოფიც მოუყვანიათ მოგვინათლია და წასულა და გამოჯანმრთელებული და არაჩვეული აქ არის ერთი ნიუანსი დიახ რომელსაც მე ვიცი რომ ეს კითხვა უნდა დამისვას და სანამ თქვენ დამისვამთ ხო მაგრამ მე ცოტა მწარეთ ვაპირებ მაგ კითხვის დასვას ხო და სანამ გაამწარებ იმდა რომ დილად გადავატარებ ნათლიებთან მიმართებაში ისე მამა აი ერთ წამს აი ვიტყვი რა ალბათ ყოველ იმაზე მიირეკავს ერთი 20 კაცი მინიმუმ რა ეს ჯერ აწესი შემოიღეს რომ ერთი ქალი ერთი კაცი იდგეს ის ჯერ საერთოდ ხვის ცხოვრებაში ატოერები ვინ დააყენოს საერთოდ ხო მაგრამ მე მეორე ჩვენ ხო იმიტომ ვაკეთებთ რომ ბევრი ქრისტიანი გახდეს ხო ეხა პატრიარქმა მთელი ცხოვრება იწვალა იმისათვის რომ ეს ადამიანები მოეკრება შე დალოცვილ აი თუნდაც იყოს 4 ნათლია სიტყვაზე ხო აი დავადგინოთ რომ 4 ნათლია ხო აი რა მაქვს კითხვა თუ რა მაპატიეთ რა რატომ ამბობ ეს 4 ნათლია შენ გააქრისტიანე თქვი რომ აი თქვენ 4 ნათლია მორწმუნეები რო იქნებით მაშინ შეგიძლიათ მონათლოთ ხო მიიღებ 4 მორწმუნე ადამიანს ხო წამსიასწავლე რაღაცა არა 2 ნათლია იყოს და თუ ხარისხი არაა პრობლემა რატო შედალოცულო ნათლების ხარისხი აწია და თუ გინდა 5 იყოს ხო სიტყვაზე ადამიანებს უნდა მამო ქართველები თბილი ხალხი არიან მე ფიქრობენ იმას მომართ არა იმას მომართ ქართველები თბილი ორი მეჯვარე ყავთ მოკეიფებია კი ეგ ვიცი ეგ კიდე ცალკე თემა მაგრამ ორი მეჯვარე ყავთ წარმოიდგინე მამო ეხა იმ ორიდან არჩევენ რომ აი პირველი ბავშვი ამ ორმა მონათოს მე იმ ორს წინს რაღაცა და ანუ რა არის შედალოცულო მიიღე რა მაშინ ეხა უნდა დაუწესო რომ ორი მეჯვარე არა ერთი მეჯვარე იყოს რაღაცა უკვე გადადის ძალიან ჩარევაში მოდი ცოტა სერიოზულად მივიდეთ თან ჩვენ ხო ვამბობთ მამო რომ ნათლი არის სიტყვაზე ისეთი ქრისტე და იმის იქით ახლა რამდენი კაცი იდგება პირიქით უკეთესი არ არის არა ნათლია ქრისტე არ არის ქრისტე და ნათლია ნათლი თავის ხო მაგრამ ღმერთი ნათლავს ხო ძირითადად ხო გაგცემ ჩემო გიორგი პასუხს ამაზე საქმე რაშია იცი ჩვენ ძალიან რთული პერიოდი გავიარეთ მეც ამის მომსწრე ვარ რომ საბჭოთა პერიოდში ეკლესიაში ვერ შედიოდა კაცი და აი მაინტერესებს ერთ წამით ხო ივანე ნათლისმცემელთან რომ მივიდა ღმერთი ხო ღმერთმა იქითკენ კიდე პირიქით ის არის ხო ჩვენი ყველა სინათლია ხო ივანე ნათლისმცემელი ხო სიმბოლურად ამბობს კიდევაც რომ ეგნათლავთ წყლით და აი მოვიდა რომელიც მოგნათლავთ მადლით და სულით და წმინდად ხო კი ხო ანუ ღმერთი არის ხო მაინც ჩვენი ნათლია არა რა თქმა უნდა ჩვენ ღმერთის ქრისტეს გემზე ავდივართ მის კიდობანში ავდივართ რითიც უნდა გავიაროთ თელი ჩვენი ცხოვრება რა არის იცით აი იულის კანონში არსად არ წერია რომ აი ამდენი იმდენი და ჩვენ ქართველებს ცოტა გვიყვარს გადაჭარბება ხოლმე რაღაც სიყვარულში კიდე კი აი მაგაში მანდედან მოდის ეს ყველაფერი მანდედან მოდის და ადრე ახლა რატო ყავდათ ადამიანებს ნათლიები ადრე არ იყო საბუთი ქაღალდზე რო დაეწერათ რომ ესედეს პიროვნება ამ ადამ დროს მოინათლა არ იყო ეს კიდე ჩვენ დროსაც კი არ იყო საბჭოთა პერიოდის დროსაც არ იყო ადრე იყო ესა მოწმე ხო ადრე იყო რევოლუციამდე და ყველა ეკლესიაში ინახებოდა საბუთები ვინ როდის მოინათლა და რაღაც მაგრამ ეს მე კომუნისტებმა გამოიყენეს 37 წლებში დასახვრეტად და მიზეზებად და
ამიტომ ჩვენ ვერ შევძელით და არ შევძელით უბრალოდ პატრიარქმა თქვა რომ ჯერ ადრე ამაზე ლაპარაკი, იმიტომ რომ ჩვენ არ ვიცით ეს მე გულისხმობ 90-იან წლებს, როდესაც ეკლესიას თავისუფლება მიანიჭეს და მოდი ნუ იმას ვიძახოთ. მე თანდათან შემოვიდა ნათლობის მოწმობა და მაგრამ ის ტრადიცია რომ ნათლია ფაქტიურად იყო მოდი თქვენ გინახიათ ფილმები, ევროპული ფილმები, ამერიკული ფილმები, ჯვრის წერაზე თუ იმაზე, ამობს იქ მღვდელი რომ აი თუ ვინმე რამე იცით ამის შესახებ, რომ ეს გათხოვილი იყო და ქორწილებული იყო, თუ ვინმე რამე იცით, თქვით ახლა და თუ ახლა არ იტყვით, სამუდამოდ გაჩვდით. ეს იყო სწორედ ეს ინსტიტუტი, რომ ესე იგი სათქმელი ითქვას, მონათლული თუ არ იტყვება რაღაცა და ეს ნათლობის მოწმობის იმაზე შემოვიდა ეს ინსტიტუტი ჩამოყალიბდა ნათლობის. იმიტომ რომ ზოგან იურიდიული საბუთიც იყო ნათლობის იყო, მაგრამ აი საბერძნეთში მაგალითად არის ახლა. ჩვენთან არის. ჯვრის წერის მოწმობა. ჩვენთან არის იყო ჯერ კიდე 90-იან წლებში ნათლობის მოწმობა და ქორწინების მოწმობა სასამართლო იღებდა. როგორც საბუთს. ეხლა აღარ იღებენ სამწუხაროდ. აი ეს თუ დაკანონდება, მე უფრო ცოტა მოწესრიგდება, რატო ახლა მოხდეს სერიოზული აღრიცხვა, ნუმერაციაც და მე მგონი ქრისტიანული სახელმწიფო უნდა იყოს, მამო. აი საბერძნეთში მე მგონი არის. არა, ამას არ უნდა დიდი ფილოსოფია და დიდი ორგანიზება და დიდი რაღაცა. შეიძლება ამის გაკეთება. არ არის სირთულე. და ეს იწევს იმას, რომ აი გვინდა ბევრი დღეს ახლა საზოგადოებამ ცოტა ამოისუნთქა საშუალება აქვს პორმარილის რაღაცა და მეგობრობის და ჩახუტების და ხუთი მე ყოფილა შემთხვევა ყოფილა მე პირადად 28 ნათლით მომინათლია ბავშვი. ახლა რა უთხრა წადით. მაშინ ეს იყო 15 წლის უკან. როგორ მოვიქცე მე? როგორ შეხავ ერთი მარშრუტკა, მამა, ეს კატასტროფა. ეხლა იმას უნდოდა ეს რა, ზედმეტ ჩვენ ამას ვიძახი რომ ზედმეტობა ვიცით. აი ნათლია, აი პატარა ბავშვია. აი ძალიან კარგად იცით რომ სამბოს თავის წესები აქვს ჭიდაობის. ჯიუდოს თავი, კალათბურთს თავის წესები, ფეხბურთს თავის, ქრისტიანობასაც აქვს თავის წესები. კაცი რო ქრისტიანი ხდება იმან უნდა მიიღოს ის წესები და იმ წესებით იცხოვროს. ახლა პატარა ბავშვს თუ ნათლავთ, ის ამას ვერ იტყვის. ვერ ჩამოაყალიბებს. ამიტომ ის ნათლია ეს ფუნქცია იყო, რომ მას ცოდნოდა ეს წესები ქრისტიან თვითონ უნდა იყოს ნათლია კარგი მორწმუნე, რომ მერე თავის ნათლულს ასწავლოს. მაგრამ როცა თვითონ არაფერი არ იცის, რა უნდა ასწავლოს? ეხლა წარმოიდგინეთ ნათლობას ვატარებ. დგას ნათლია, გინდა 1, გინდა 2, გინდა 3, გინდა 20 და გვერდზე დგანან ხალხი. იდე იქით გვერდზე 2 მეტრში. არც ამაც იციან წამსი, არც იმათ რასაკეთებენ, რანაირი ნათლია. დგას და მე უჭირავს სამთელი, ეს არის ნათლიობა. და ამიტომ შემოიღო ეკლესიამ ცდილობს, რომ მოდი ცოტა იყოს და ხარისხიანი იყოს. და არა იმიტომ, რომ ვიღაცას დაუპირისპირდეს და პირიქით ჩვენ გვინდა რომ ხარისხი გამოიყოს ამისი. იყო პატრიარქი, ერთხელ კი არ იყო. მე პირადად რამის მაშინ დივანი იყო საპატრიარქოში. პატრიარქმა ბრძანა თუ არ მოემზადება კათაკმეულობაზე, ნათლიას არ ეწოდინებოდა. ხო. წამსი და მამაოჩვენო და წესები და რა არის ქრისტიანობა. მე ამას პირადად ვაკეთებდი. როდესაც ვსახურობდი ლურჯ მონასტერში. ხო, მაგრამ ეს ყველაფერი რომ გაითვალისწინოს და სიტყვაზე ნათლია იყოს 4 და 4-ვე იყოს მორწმუნე, ცუდი ხო არ იქნება? როგორც წესი არ ხდება, რეალურად მე მაგისთან რამე არა. ყველაზე კარგი ვარიანტი ხო არის ის რომ 10 ნათლია რო ერთმა შეიძლება შემთხვევით იცოდეს. ერთმა. და მაგაზია ლაპარაკი თორე იყოს ბატონო მე რაც მიშლის გინდა 4 მდგარა და გინდა 25 მდგარა. ჩემ მე არ მიშლის არაფერს. მაგრამ თვითონ არის ეხლა ფეხბურთი ხო ყველას გიყურებია ტელევიზორში. რამდენჯერ გვით აუ რა კარგი პასი მიაწოდა, როგორ გააფუჭა, როგორ კარგად დაარტყან, ვერ დაარტყა. საყურებლად ადვილი, ჩადიდე ითამაშე. ეს ბავშვებს არულიან, მამო, ნათლები, მაგრამ მეტი რო იქნებიან, აი სიტყვაზე რვა, უფრო მეტი შანსია რომ ვიღაცა ნორმალური აღმოჩნდეს. არა, იცი, გაუბრალოება ყოველთვის აფუჭებს საქმეს. გაუბრალოება აფუჭებს საქმეს, არასოდეს ამას არ გაუკეთებია კარგი.
ადვილად რო იღებს ადამიანი ამას ადვილად კარგავს მე ყურადღებას არ აქვს მაგრამ მამაო რა აუცილებლობა არის ეხლა აი ეხლა ერთი მოდი ეხლა ამ ჩვენ ხო იცი რასაც გითხავთ ეხლა გითხავ მაგრამ ეს არის პატარა ჭანჭიკა უბრალო მომენტია მეტი პრობლემა არა ეს როგორ არის კაცო ძალიან კარგი საქმეა ის რომ აი პატრიარქმა გადაწყვიტა თვითონ ნათლია გახდეს აი რამ ხელა რაღაც გააკეთა აი პატრიარქს მეტი რომ არაფერი გაეკეთებია აბა თავის ცხოვრებაში აბა აი მარტო ეს აცხოვნებდა მას და ღმერთმა კარგად გვიმყოფოს და ეხლა მეც ყავს შვილები და მესამე არის ხო ნათლია თქვენი ოჯახი კი სამი შვილიშვილის ნათლია და ბოლოს რო ეს კაი ხან ისინი უკვე დიდები ბიჭები არიან და შვილიშვილებს ამდენი ნათლია ყავთ მომავალ ახლა მე მაგებს ვერ დავიმახსოვრებ ამდენი არა მე ბევრი იქნება არა ბევრი არა აი ჩემი შვილიშვილები სამშობიაროში რო დაიბადნენ გამოწერის დროს მე მაშინ ჩაჩავაში ეხმარებოდი ხოლმე მთხოვდნენ მონათლავდი და მივყავდა სახლში მონათლული უკვე ხო ეს შეერჯობია მოკლედ პატრიარქთან უთხარი თქვენო წმინდესობა მივთხარი ჩემი შვილიშვილიც ახლა თქვენი ნათლია გახდა იმ დღეს რა და საღამოს მე საპატრიარქოში და 23200 მეთქი პატრიარქს უყარდა დინჯი საუბარი და ლაპარაკი და ისეთი რაღაცა თქვა აი სიხარულით აღვივსე რა თქვა იცით მილიონი უნდა მოვნათლო აუ ღმერთმა კრასა თუ კი ეს იქნება ამაზე კაი რა იქნება ესე იგი მე ძალიან ბევრი ვიცი რო თვლიდნენ რომ ხან გადასული იყო და ასაკი აღარ უწყობდა ხელს და არ უნდა და გააჩინეს ბავშვები და რათა პატრიარქი ყოფილიყო მათი შვილის ნათლია და ბევრი დაოჯახებულია და უნდათ რომ კიდე ბევრი შვილები ღმერთმა დალოცო და გაამრავლოს ამან დიდი საქმე გააკეთა აი ამ ნათლობამ და ძალიან საინტერესო რაღაცა არის ხა ძალიან საინტერესო მოდელი სხვათა შორის აი მინდა აღვნიშნო რა აი პატრიარქზე ახანს თქვი თქვენ ამ ხელა სიკეთეებს აკეთებს რა ხა ალილოზეც მამაო და როგორ აერთიანებს ხალხს აი რა დაგვემართ აი კან აი თქვენ მამაო ძალიან ჭკვიანი ადამიანი ხარ და მინდა რომ ეს კითხოთ რომ აი რა დაგვემართ მამაო ესეთი რომ ესე გავცალცალკევდით ყველა ადამიანები რა ეხა ალილოზე რო ვიდექით აი გეფცებთ ყველა ვიღაცა ოპოზიციონერი ვიღაცა პოზიციონერი ვიღაცა საერთოდ აი ერთმანეთის ტრებიც იყვნენ შეიძლება მაგრამ ქრისტეს შობა რო გვაერთიანებდა აი გეფიცებით ყველაფერს მე იქ მტერი არ დამინახავს არც მათ დარწმუნებული ვარ ვერ დაინახავ და ვერავე ხო აი წარმოგიდგენ ქრისტეს შობამ გაგვაერთიანა აი როცა შენ ცხოვრებაში შენთვის ქრისტე არის უპირატესი ხო გამურიცხულია რომ შენ მტერი ან ვინმე ყავს ვინმე გძულდეს ქართველი კაცი ბძენი კაცია და რაც მტროვას დაუნგრევია სიყვარულს უშენებია და რა არის იცი ეს მოჭარბებული გქონდა ჩვენა მტრები კი არა ვარ ზედმეტი სიყვარულით მოგდის ესე რა და აი დათურ სამსახურს უწევ და აი ამ პარტაუნობაში ვარ ჩავარდნილი და ეს საჭიროა რომ მოიცილო და მე მინდა კიდე გავაგრძელო ამ თემაზე და ისეთი რამეები გითხრათ რომ ჩვენ ერთხელ იყო მსგავსად და ვერ მოვასწრებთ ამბობ მამაო ეხა ნათლისღებაზე იმას დაიმთხვა აი ძალიან გულიმწყლივ ეხა ბევრი პატიმარი არის დაჭერილი რომელიც ნათელ მირონი იყო ერთმა მეორემ დაიჭირა მეორე მესამემ დაიჭირა ხო და არ მიხარია მამაო თუნდაც პოლიტიკურად დაჭერილი ადამიანები ეხლა იგივე ეხლა ბოლოს არ მინდა რომ ესენი ვახსენო კიდე მაგრამ პრემიერი ჩვენი ყოფილი რომელსაც აი ნათელ მირონი რაღაცები აკავშირებდა და როცა რაღაცა მატერიალურს ან რაღაცას ეხება ხო უკვე ეს აქ ყველაფერი უქმდება და არ შეიძლება ანუ ქრისტიანობა და ის ნათესაობა და ის წინ უნდა იყოს ყველაზე უბრალოდ ისე ვამბობ და არ შეიძლება ერთი ეს გაგვაჩნია რაღაცნაირად ვითვალისწინებთ ერთმანეთს აი მალა გული მწყდება ძალიან რომ ისეთი რაღაცები ხდება მამაო რაღაც რა არის იცი გიორგი ჩვენად თქვით რომ ნათლობით ადამიანი ადის ქრისტეს გემზე და მინდა წავიდეთ და ზოგჯერ ადამიანებს ეჩქარებათ ხოლმე და უნდა გავასწრო გემსა და გადახტება და მე ან ზვიგენი შეჭამს და ან მედუზა და ან რა ვიცი რა ფეხა და რა არის იცით უნდა ადამიანმა აკონტროლოს თავისი თავი თუ არ აკონტროლა რომ აი მე ყველაზე ჭკვიანი ვარ მე ყველაზე მაგარი ის უკვე დაღუპულია და არა აქვს მაგას მნიშვნელობა რომელ სკამზე იჯდება რა ქონება ექნება
არაფერი, ფარჩი-ფურჩი გაცდაო, შავი ჟამი დარჩაო. რა არის იცით? ღმერთი ის რასაც ღმერთი გვაძლევს, გამოვიყენოთ, რაცა ღმერთმა კაცსა მისცეს დაჟჯერდეს და მას უბრუნდეს. ნუ მოვითხოვთ იმაზე მეც, ნუ ვეცდებით იმაზე მეც. არ გვჭირდება რა. ახლა ჯობნი რამდალი მე რა აი კადაფი იყო, ამ ხელა ისინი ქონდა, ხო, ქონება და რა მე როგორ დაამთავრა. ცოდო არა, მე წოდება როგორც ადამიანი. მე წოდებიან ისინი, რომელიც აი თავისი ცხოვრებას ასე ფანტავენ. იმიტომ რომ ამ ქვეყანაზე მეორე ხო აღარ მოხვალ. ხო და მოდი რა გამოვიყენოთ სიყვარულში, დავხარჯოთ ეს ყველაფერი. აი მე მინდა ახლა აი ერთი ნიუანსი ვთქვა კიდე. არის პრობლემა არ არის, მამა. ერთი ის არის რომ ხშირად ხდება ასაკოვანი ადამიანებში მოდიან და მამა არ ვიცი მე მონათლული ვარ თუ არა რა ვქნაო ხო და ამის გამო ახლა კაცო ეკლესიის ისტორია დიდია და კაცობრიობის ისტორია დიდია 2000 წლის ისტორია და აქ არის სპეციალური ფორმულა არის რომელიც ნებისმიერ ყდელს შეუძლია ჩაატაროს და თუ მონათლული არ არის მოუნათლო და თუ მონათლულია იმას აღუდგინო თავისი ხარისხი და მადლი და წყალობა. ეხლა აქ საინტერესო რა არის, იცით? ჩვენ ყველაფერს ვთვლით, რომ ეს ყველაფერი გამზადებულია ღმერთი გვაძლევს. წყალი საიდან მოვიდა, რითიც ვნათლავთ? იცი? საინტერესო ის. ადამიანი რო 80% წყლისგან შედგება. და ყველაზე მთავარი რო არის წყალი მამა. დაგლოცოს ღმერთს. აი საინტერესოა წყლის ისტორია და წყლის წარმოშობა. საოცარი ეგ ღმერთის დიდი ხელია ჩარეული და ეს მინდა რომ ეკლესია და ლოცვები და ეს ეკლესიური რიტუალი, მაგრამ არის რაღაცები რომელიც ფუნდამენტურია და მატერიალურ სამყაროშიც ჩანს ღვთის ძალა და ხელი და ეს მინდა განგიმარტოთ და აგიხსნათ ახლა როგორც მე ვიყენებ ჩემ ძველ პროფესიას ფიზიკას და აი მიხვდებით რომ მართლა საოცარი რაღაცა არის ჯერ იმაში სახარებაში არის საკმაოდ ერთ-ერთი ეპისტოლეში არის რომ ღმერთმა წყლით გამბანა დედამიწა წარღვნის დროს რატო აი ახლა გამოჩნდება რომ მოყვები ახლა არის მე რაღაც ეპიზოდებს ჩამოვაყალიბებ და მე საბოლოო ჯამში ერთიანი სურათი გამოიჩნდება და მიხვდებით რა რისკენ მიმყავს საუბარი საოცარია წყალი არის ესე იგი ჟანგბადისა და წყალის შეერთება, მაგრამ ამ შეერთების დროს გამოიყოფა ყველაზე მეტი ენერგია ქიმიური პროცესების დროს, არა ბირთვული, არამედ ქიმიური. მაგაზე დიდი ენერგია არ გამოიყოფა. აი ნახშირი რო დაწვა, ბენზინი რო დაწვა, არა. წყალბადი და ჟანგბადი რო დაწვა, უფრო მეტი გამოიყოფა და რამდენჯერმე აღემატება სხვა ყველას. დედამიწაზე არის 3.5 მილიარდი კუბური კილომეტრი წყალი. ეს თანამედროვე მეცნიერების დათვლით. ეხლა საიდან გაჩნდა დედამიწაზე ამდენი წყალი? თუ ბუნებაში ახლა სადღაციდან ხო უნდა მოვიდეს. ეს თავისთავად დედამიწაზე არ გაჩენილი, ვერ შეიქმნებოდა ეს წყალი. რატო? თუ ჩვენ ამას გადავიანგარიშებთ, ამ 3.5 მილიარდი კუბური კილომეტრი წყალსა, იმდენი ენერგია იქნება, რომ ეს დედამიწას ააორთქლებს. დედამიწა თვითონ გაქრებოდა. დედამიწაზე ამის წარმოშობის საშუალება შეუძლებელი წარმოქმნა ამის შეუძლებელი არ შეიძლება ეს სადღაციდან მოვიდა ეხლა მეორე ვარიანტი რომ შეიძლება კოსმოსიდან რაღაცის საშუალებით მოვიდა კოსმოსი ძალიან კარგად იცით ყველა იქ არის ვაკუუმი როგორ წარმოგიდგენიათ ვაკუუმში გაზი დააგრო ვერ დააგრო გაიფანტება ეს ერთადერთი საშუალება ეს არის ღმერთმა შექმნა და მოიყვანა წყალი ჩვენთვის. ერთადერთი სხვა საშუალება ამისი არ არის. აი ვერც ერთი მეცნიერი, ვერც ერთი დარგისა, ქიმია, ფიზიკა, ასტრონომია, ყინულებია ეს არის. ის ყინული დაუშვათ არის სადღაც არის ყინული სადღაც უნდა წარმოიშვას. ის ქიმიური პროცესი უნდა წარმოიქმნას ცეცხლად. გაჩნდება ენერგია წყლის წარმოქმნის დროს. მაგრამ ეს არ არის. აი თვითონ საოცარია რომ ბიბლიაში
ბიბლიას თუ ავიღებთ პირველი რა წერია და ვიდოდა სული წმინდა წყალსა ზეთა წყლის წარმოშობაც კი არ წერია ჩვენთვის უხილავი უცნობი რიტუალი ეს და ვიდოდა წყალსა ზეთა ესე იგი წყალი და ეს არის ამ შემთხვევაში როგორც ჩვენ რატო უნათლავთ წყლით რატო უნათლავთ წყლით იმიტომ უნათლავთ რომ სულიწმინდის მადლს ატარებს არ ფუჭდება ნაკურთხი წყალი რატო ხო რა მაგარი თან მართლმადიდებლად ნაკურთხი მამო კი იმიტომ რომ აი წლები კოსმოსში რომ მიდიან მამო იქაც მიაქვს თუნდაც მართლმადიდებლად ნაკურთხი წყალი იმიტომ რომ არ ფუჭდება თქვენზე ადრე ვერ მიდიოდე კოსმოსში დიდხანს რატო იცით რომ წყალი ვერ მიქონდათ ახლა ეს ხო იმიტომ რომ ფუჭდებოდათ წაიღეს გამოხდილი წყალი დისტილატი ბიდისტილატი ორმაგი სამმაგი არაფერი არ გამოვიდა საბჭოთა კოსმონავტებს და ამერიკელებმა თავიდანვე ნაკურთხი წყლის წაღება წაიღეს და ისეც აი მაგელანი და კოლუმბიდან რომ მიდიოდ იქ ნაკურთხი წყალი მიქონდა თქვენ როგორ ფიქრობთ ისე წყალი მიდიოდ ოც მართლმადიდებლურად მამო არა მან არა აქვს მნიშვნელობა რატო რა ეხა არა მომიცი და გეტყვი ხა მე ამასა ზერელეთკი კი არ ვიზავ საბუთით აი კათოლიკია ხო და უნდა მოინათლოს გადმოინათლოს მართლმადიდებლურად ჩვენ ხო ვიცი წყლით ნათლობა ეთულება ესე იგი ხო მირონს ცხებენ მათ მირონს ცხებენ 2-40 დღე უნდა იმარხულოს 2-40 კი მაგრამ ის წყალი მამო ნაკურთხი წყლით კი არ მოინათლა უბრალოდ რომ წყლით არის უკვე მონათლული ის წყალი ნაკურთხი დამთავრდა ეხა რას ამბობ თქვენ რომ მართლმადიდებლურ ეკლესიაში რომ წყალი ავიღო და რო ავიღო სიტყვაზე გრიგოლიანურ ეკლესიაში ორივეს მადლია აქვს გრიგოლიანურ ეკლესიაში გრიგოლიან მე არ მიხსენიებ გრიგოლიანურ ხო მაგრამ აი ნებისმიერ სხვა ქრისტიანულ ეკლესიაში სიტყვაზე ქრისტიანული თუა ქრისტიანულია კაცო ხო მაგრამ აი სიტყვაზე რო ავიღო აი კათოლიკურ ეკლესიაში ერთი და იგივე მადლია აქვს წყალით არ ინათლება კათოლიკეთ მონათლული რატო იმიტომ რომ ის წმინდაა და იმით არა იქ მამაო არა წყლის წმინდაზე არ არის იქ წყალზეა წყალი თუ არ აკურთხე იმ წყლის უბრალოდ წყლით ონკანის წყლით კი ვერ მოუნათლა ხო მაგრამ ეხლა ზოგი მამაო მოდი ეხლა ამაზე ხო კარგით ამაზე არ ვიდავთ მაგრამ ისე რო იცოდეთ მე ესე ვფიქრობ არ ვიცი ეხლა რომ ჩვენ იმაში აი კათოლიკური წყალი რო წაიღონ გაფუჭდება იმიტომ რომ აი ნახეთ მამაო აი ხა ერთს გეტყვი აი განხეთქილება რო იყო საქართველოს ხო გახსოვთ მამაო წყალი რო თვითონ აკურთხეს აუ გაუფუჭდა და ზოგი მობრუნდა მე შემოკარგო გიორგი ისი წყლის ბრალი კი არ იყო მადლი არ იყო ხო და იქაც არ არის მადლი მე მაგას ვამბობ ვერ აკურთხა ის დაყენებული იყო და იმიტომ ვერ აკურთხა მოდი ახლა ამ საღვთისმეტყველო გავიდეთ რა არ შევალ მაგრამ უფრო საინტერესო რამე მინდა დროს მიკარგავთ რა მაგრამ მამაო იქ აკურთხი წყალი არ არის წყალი ისინი ლუდით ნათლა ხო იმიტომაც არ იმაშობთ თქვენ არიღებთ მათ ნათლობას მამაო ხო კარგი მოკლედ ესე იგი წყალი არის ერთ-ერთი საოცარი თვისების მქონე რომელსაც სულიწმინდის მადლი ახლავს როცა ეკურთხება ახლა ჭაობის წყალზე არ არის ლაპარაკი და მიყვარს მამაოსთან კამათი გიждები ხო, საინტერესო ახლა რა მოხდა, იცით რომ მე-20 საუკუნის დასაწყისში ატომური ესე ნივთიერების აგებულების ის არ არსებობდა და ბეკერელი, რეზერფორდი, ბორი ესენი ატარებდნენ ცდებს ურანზე და მე ამ მეცნიერულმა სტატისტიკამ დაკვირვებებმა და იმათ ჩამოყალიბეს ატომური მოდელი, რომელიც სადაც მეორენაირად ეძახიან პლანეტარულ მოდელს. რატო ყვები ამას, იმიტომ რომ აი საინტერესოა და ბოლოს მიხვდებით. ესე იგი ბირთვის გარშემო ელექტრონები ტრიალებენ. ეს იმდენად ღრმად იქნა შემდგომ შესწავლილი, რომ ყველა ნივთიერებებზე იციან აკინაზე, ურანზე, ყველაზე ძალიან მაღალი დიდი სიზუსტით. და ერთმა ქართველმა მეცნიერმა დააყენა ასეთი საკითხი. ბატონი თეიმურაზ ნაკაშიძეა ჩვენ ხო გვაქვს ეს პლანეტარული მოდელიო. მოდიო, ეს ატომური მოდელი, რომელიც უკეთესად ვიცით ვიდრე პლანეტარულიო, მოდი პლანეტები შევამოწმოთ სამყარო როგორ არის აგებულიო და შეამოწმო. გადათვალა იანგარიშა ამ ფორმულებზე და აღმოჩნდა რომ ყველაფერი არის ძალიან კარგად. ესე იგი მზე ცენტრში უნდა ირიეს მერკური, ვენერა, მარსი, იუპიტერი და ასე შემდეგ ყველანი. და დედამიწა არ უნდა იყოს აქ.
დედამიწა ზედმეტია მზის სისტემაში. რაზე დგას ანუ? არა, რაზე დგას? ახლა ამ კაცმა რა წამოაყენა შემდეგ. ესე იგი, დედამიწა კი არის აქ, მაგრამ დედამიწა ისეთ ადგილზეა მზიდან. ცოტა ახლოს რო იყოს ვენერასკენ, ხო. დაიწვებოდა. ვენერაზე არის 400 გრადუსი. 40 ატმოსფერო წნევა არის. დაიწვება იქ სიცოცხლე არც ერთი ვარიანტი არ არსებობს. თანამგზავრები რო გაგზავნეს ვენერაზე და დაჯდნენ 5 წუთის მერე გაიჩნია და დადნა დაიწვა. თუ იქით ავიღებთ მარსზე იმდენი სიცი 90 გრადუსი ყინვაა. ისიც შორს არის და მაგნიტური ველი კი არ აქვს მარსზე. წყალი არ არის. ეს საიდან გაჩნდა აქ? ამ კაცმა წამოაყენა ასე რომ დედამიწა არის როგორც ნოეს კიდობანი. სამყაროში მოგზაურობს, ღმერთი ამოგზაურებს და მასზე სიცოცხლე არის და ღმერთი ინარჩუნებს ამ სიცოცხლეს და აქ მოიყვანა მზის სისტემაში, სადაც ყველაზე კარგი ადგილია მისთვის. დედამიწაზე ჩვენ ახლა როგორც გეოლოგები ამბობენ 4 გამყინვარება იყო, მაგრამ ამ გამყინვარების მიზეზი რა იყო? 1000 ჰიპოთეზა არსებობს ამაზე, ზოგი ასე იძახის, ზოგი ისე, მაგრამ ესე იგი ვითომ ვულკანი ამოვიდა, ღრუბლები დაფარა და ღრუბლებმა დაფარა და მზე ვეღარ ათმობდა დედამიწას. არ გამოუეს. ამ კაცმა წამოაყენა რომ ზე სხვაგან ისე დედამიწა სხვაგან იყო, სხვა სისტემაში იყო და მოიყვანა აქ ჩასვა. ამ გზაზე განიცადა გამყინვარება. საინტერესოა, ხა ესე მარტივი არ არის, ხა შეიძლება ვიღაცას მარტივად ეჩვენოს, მაგრამ სრულიად მისაღებია. ესე იგი, დედამიწაზე სიცოცხლე მარტო ადამიანის ფორმით ხო არ კიდევ სხვა ფორმები არის, ისეთი ფორმებია. აუობობა, სულ სხვანაირად არის აგებული. ფუტკარს 5 თვალი აქვს, რატო? ეს იმ დარვინის იმ სიცოცხლის ხელში არ ჯდებიან. 8 ფეხა და ამ კაცმა წამოაყენა რომ სამყაროში როგორც ნოემ შეკრიბა ყველა სხვადასხვა სიცოცხლის ფორმები მოიყვანა ღმერთმაც დედამიწაზე. და ამით მზის სისტემაში დედამიწა წამში 30 კილომეტრის მოძრაობს და თვითონ მზე 200 კილომეტრით. როგორ სარწმუნოა მამაკაცის ნაშრომები ეს სიტყვაზე ევინ ადასტურებს რომ ხო ეს კაცი რომ ამბობს ძალიან მაგარი არის და მაგარი. არა, მე ხა ჰიპოთეზა. თუ უბრალოდ თქვენ ჰიპოთეზას ვამბობ ის რაც ამ კაცს. არა, იმიტომ რომ ძალიან ცნობადი არ არის ჩემთვის. არა, ახლა ჩვენი ქართველი მეცნიერები დღეს ახლა ჩრდილში არიან და მაგრამ იდეა სწორი, ჩემი აზრით. არ ვიცი ახლა ვიღაცას მოეწონე ვიღაცას არ, მაგრამ ეს ეკლესიას ხელს არ უშლის, არაფერს არ ეწინააღმდეგებ ეკლესიას. ხო მამა, რა კონკრეტულად თუ თქვა რომ ესია, მაგას დადასტურებთ ვერავინ. ანუ საწუნო. ეგ ნაკურთხის წყალზე გეუბნები და არა გჯერ. როგორ არა მამა, ის ამჯერა ხა იგივენაირად ხა კათოლიკების წყალი რო ავიღო, მართლმადიდებლურ ეკლესიაში ვარ დამხვდა და მივიდე კათოლიკებში ავიღო და ხა ის ამოიყო ამჯერა, მადლი როგორ იქნება მამა. არა, აი ნახეთ როგორ არის მამა ორწმენაზეა საერთოდ ამ შემთხვევაში კიდე ზემოდან, მაგრამ ამ საკითხს შევეშვათ, იმიტომ რომ ეს არ არის ფართო საზოგადოების თანხმად საკითხი და კარგით მამა. ბოდიში ხდი. ანუ თქვენს მაგიროთ ეხლა რომ მოვიყვანო პადრე იგივენაირად ნაკურთხი იქნება ჩემი სახლი? თქვენ ამბობთ? არა, სულ სხვადასხვა რამეს ვლაპარაკობ ჩვენ ახლა. კაი, სულ კაი, აღარ კაი შემილია რომ იმას გიქნა რომ ხე გაწავ და მაგიტომ აღარ შევარ იმით. ამ კაცს ესე იგი არაჩვეულებრივი იდეა წამოაყენა, მაგრამ აი აქ არ თავდება. ბატონ თამას ჩხენკელი იცით მეცნიერი რომელმაც ფოლკლორი ძალიან კარგად იცის და ლეგენდები, ქართული ლეგენდები. ერთ-ერთ ლეგენდაში გაგიგია თქვენა ხოგაის მინდია. ერთ-ერთი გმირი როგორც ამირანი ესეთი და იმის ცხოვრების წერია იმის იმაზე როცა ლაპარაკია, იქ არის ესეთი რაღაცა რომ ხოგაის მინდია რო დაიბადაო, 2 მზე იყო. თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ 2 მზე? გინახია 2 მზე ბატონო გიორგი თქვენა? რა
ვიცი რას დავიბადა. ახლა ჩვენ გვინახია მზეც და მთვარეც, მაგრამ არასოდეს არ გვითქვია ორი მზეა, ხო? მაგრამ ასტრონომებმა იციან ორი მზე რა არის. ერთდროულად არის ორი ერთნაირი მზე. შეიძლება ცოტა ერთი დიდი ანუ ტოვლებნები იყო. ასეთი მოვლენა არსებობს. ეს ამ შემთხვევაში განხილვას არ ქვემდებარება. მაგრამ საიდან მოიტანა ქართულმა ფოლკლორმა ეს იდეა? შეგი ორი მზე, იმას ვერ კაც რომელსაც ასტრონომია არის, ვარსკვლავები არის ის. ამას ვერ აღიქვამს და ვერ მოიგონებს. რაღაც ვინც ეს დაწერა და ვინც ეს იმას ქნა, ამის რაღაც საბაბი და მიზეზი უნდა ქონებოდა მას. ისე რომ აქ არა ლაპარაკი ჩვენ არ ვიცით ხო გაიშმინდია როდის მოღვაწეობდა როდის იყო როგორ იყო ძალიან ის არის მოკლედ ეს საკითხებს ცოტა სერიოზული შესწავლა უნდა მე იმას კი არ ვიძახი მე ვსვავ კითხვას მე ვსვავ საასპარეზოდ გამომაქესე და მეცნიერები არიან პროფესიონალები არიან და ჩვენზე მეტი ცოდნა და გამოცდილება აქვს და მე არც შემწხვება და არც თუ მეტყვიან რომ იცი მამაო შენ ცოტა გადაუხვიე და მეცნიერები სუბიექტური ხო არა თუ არაფერს არ ვიტყვით და მარტო ემბაში ლახანკაში ჩავჯდებიან ნაკურთხალში ვითამაშებთ არ გამოუეს ხო მაგრამ მამაო ისე აი მამა აკაკი ამბობდა აი დიდება მისულს ნუ არ ვიცი ხა ამ დიდ ადამიანზე საუბარი რა ვიცი მთელი საუკუნე შემიძლია და ნაკურთხი წყალია როცა ბოროტი არისო სახშიო მამაო აიაზმაო აკურთხებინეთო მცირე აიაზმაო სახშიო მღვდელსო და იმას ქენთო აშხურეთო და იმ დღესო წარმოგიდგა დღეს შენასხურევ და უდელმა ასხუროს არა თქვენ როგორც ამბობთ მე ჩემიძლია ხა თუ კაცო ასხურება შეგიძლია მაგრამ ის მადლი არ ექნება აი მაშინ ესე ვთქვა დავსვათ კითხვა აი შენ რომ მოგცე ის კურთხევა წყლის კურთხევა როგორც აი წიგნი და წაიკითხე და აკურთხე წყალი აკურთხება არ ეკურთხება რატო იმიტომ რომ ერისკაცია არ ეკურთხებ დაგლოცოს ღმერთს რატო გონიათ რომ ის ეკურთხება რომ იქ რო არის რა ქვია სხვა ეკლესიის წარმომადგენელი რო იმაშოვა ის მღვდელია ხო მაგრამ ეს მღვდელს მამაო ის ტრაპეზთან ნაკურთხი გეუბნები მე იმას ვამობ რაც დაიდით კურთხევაში წერია არა მამაო იქ წერია მე ამას არ გავდივარ იქიდან არ გავარ არც ერთ შემთხვევაში ხო მამაო ეს იმდენად სადაო თემა ეხა 7 წუთი დაგჭა თორე ნახეთ მამაო ჩვენ ხო ეხა თუ ჩვენ ვაღიარებთ მაშინ იმათ რაღაც ვერჩით მამაო ეხა ჩვენი ვიღაცა მოწამეები რო იყვნენ რომლებიც ეხა კათოლიკები არ გახდნენ სიტყვაზე იმას რაღაც ერჩოდი მაშინ ეხა იმან არ იცოდა ეწამა ამის გამო რომ კათოლიკობა არ მიიღო და ამ წვალებლობა კათოლიკობისა და ქრისტიანობისთვის წამებულები მე ეგრე არ ხო მაგრამ თუ იმათშიც მადლია მაშინ მამაო რა აზრი აქვს მადლი ყველაში ადამიანი რო დაიბადა მონათლეული სულიწმინდა დაიცა სულიწმინდა არ არის კი მამაო მე იქ სხვანაირი სულიწმინდა იქ სხვანაირი სულიწმინდა არა მამაო არ არის ეგ არ არის მაგრამ ის რო სიტყვაზე ეხლა მე მაგალითად რაღაცა ჯადოქარი ვიყო და ჩემი წყალიც ნაკურთხი იყოს და თქვენი სწორი ეგ სიტყვა საერთოდ არ მეხმარია მე ჩემო ეგ არ მეხმარია ჯადოქრობა და რაღაცა მე გეუბნები რომ ჯულის კანონში არის ესეთი კათოლიკე რომ მოინათლოს მართლმადიდებლობა არა მარტო კათოლიკე მაშინ ესე ვთქვა სხვა ნებისმიერი რელიგიის წარმომადგენელი არა ყველაზე არა ყველასაც სხვა რამოდენიმე ხო არის კიდე სხვადასხვანაირი მიმართება აქვს გრიგორიანი რომ მოვიდეს ხო იმასაც მარტო მირონით ნათლა არა აბა იმას თავიდან უნდა თუნდაც ჩვენ ხო ამასაც თავიდან წესით ეხლა მე მგონი ამასაც თავიდან გეუბნები ჩვენ ერთად ვიყავით 1054 წლამდე და როგორ ისე იგი მანამდე ის მადლი არ სრულდებოდა მერე დაკარგეს 1054 წლის მერე წყლის კურთხევის მადლი მამაო რო გამოგვეყვნენ და აბა რო გადააკეთეს ყველა გამოყვება სხვა რამეა კაცო ეხა ჩვენ ეკლესიაში ხა მადლი ხო არის სიტყვაზე ნახე რო ვიღაცა დაგვიპირისპირდა იმას ხო მადლი აღარ აქვს ისე რა შენ დაგიპირისპირდა იმას აღარ აქვს მადლი ხო არა მე კი არ დავპირისპირდა ჭეშმარიტებასო დავპირისპირდა მე რა შუაში ვარ მამაო ჩვენ 1054 წლამდე ხო ვიყავით ერთად მაშინ რო აკურთხებდნენ და ნათლავდნენ ის არ ითვლება იქამდე კი მამაო ეგრე პაპები ყავს მოიცა ერთი წუთი გრიგორ დიოღოლოსი რომელიც რომის პაპი იყო
მადლი არ ქონდა. წმინდა რა ეგ წყალი არ ქონდა, ის წყლის წესი კურთხევა ისევ ისე დარჩა. არ შეცვლილა იმის მერეც. 1054 წლის მერეც. ხო, მაგრამ რო გავიდნენ, მამო, თქვენ არ ამბობთ ესენი რო გავიდენო, მწვალებლობაში იყვნენ და მადლი არ ქონდათო? კი ბატონო, გასაგებია მწვალებლობაში არიან, მაგრამ ეგ არ ნიშნავს, რომ ის წყალი არ ვარ გაკაცო. всё, კარგით. ამაზე კიდე რაღაც დეტალებია, რომელიც გასეული გასაგებია. всё. არა, მე არ იმაშვები, გეფიცებთ ყველაფერს, იმიტომ რომ მესმის ახლა შენი გადასახედიდან შეიძლება მეც ეგრე მეთქვა და მეც, მაგრამ გამიგე რომ აქ არის მე ვემორჩილები კანონს, რომელიც წერია იქ. და მე იმას არ ვაკრიტიკებ და არ ვიხილავ კითხვის ნიშნის. ეს არის ასე დამთავრდა, მაგრამ იქა არის ცალკე სხვანაირია გრიგორიანების ნათლობა, ცალკეა სხვანაირი მაჰმადიანებისა, ცალკე ახალი სექტები როა ბაპტისტებისა და იმათი და რაღაცები. ეგ სხვა რამე, მე ვთქვი კათოლიკებს, ის რაც წერია და სავალდებო მომინათლია და გამიკეთებია ეგრეთ. შე არ გამოდის მაგრამ რასტორად მონათლე? არასდროს კი არ მონათლეთ, მამო. არა, უბრალოდ წყალი ნებისმიერ ადამიანს შეუძლია შეისახელთა მამისა და დადისა და დასულსაცმელისა და შეასხას და აბა საუნდყოფოში, მამო, ერისკაცრეუნებით ხოლმე მონათლეო. აი ვასწავლე. შენა გლახად გასწავლე სიტყვა. რატო საუნდყოფოში ხა მომაკვდავზე არ გითქვა? ცალი ხელით ნათლობა არ შეიძლება. სიტყვაზე ვამბობ რა, ანუ ხო ხდებით, მამო, რას ვამბობ, რომ ხო ყოფილა ეს შემთხვევა, რომ ერისკაც მოუნათლავს, როცა სიტყვაზე არ არის გამოვალი მდგომარეობა. რა წერია იცი? მე რო გამოდის ნათლავს ისიც. მერე მაგრამ ის ხო ნაკურთხ წყალს არ აშხურებს, მამო, ერისკაცი შეიძლება ჩვეულებრივი წყალი აშხუროს. არა, როგორ შეიძლება? თუ არ გაქვს შეგიძლია, მამო. არა, ეგრე არ არის კაცო. ეგრე არა. როგორ ხო კარგი. ჩვეულებრივი ახლა უმივალნიკის წყალი ასხური, ერთადერთი. კი, მამო, შეიძლება. არ შეიძლება კაცო. არა, თუ არ არის საშუალება, ქვიშითაც ინათლებოდნენ ხალხი, მამო. ეგ იყო ერთი შემთხვევა და ერთი შემთხვევა იყო სისხლში და ახლა ჩვენ ეს არ გავხადოთ. ერთი შემთხვევა, მამო, აღდგომა და ჯვარცმა. და მარინე თავის სისხლში განიბანა და ხო, მაგრამ მოწამეებიც ხო ეგრე არის. მოწამე იყო ეგრე. ის იყო აუ რომ ცოდნა რომ ესე ვიკამათებით, მაგრამ ამ თემას თავიდანვე დავიწყე. იმიტომ რომ მიყვარს თქვენთან. იყო ესეთი შემთხვევა კიდე, აი მატრონები თელი კლასი ჩამოყალიბდა. მივიდნენ ურწმუნოები და მონასტერში და ამან თავი გადაიგდო ხრამში. თავი მოიკლას. სისხლშივე რომ არა, თავი მონათლული იყო ყველაფერი. ხო. წმინდანად შეირაცხა. ერთი მხრივ თავი მოიკლა, მაგრამ მეორე მხრივ წმინდანი გახდა, როგორ? მოწამე იყო. ხო, მე თავი რომ მოიკლა? მოწამე იყო, მე იმ თავის. მოწამე თავი ვინმე კი არა. კამიკაძე, ანუ ხო და ესე ბევრი იყო მაგის, მაგრამ მე ეკლესიამ აკრძალა. აკრძალა, არ მოიკლა თავი. ხო, ვიცი, იმიტომ რომ უკვე ის თელი რიგის წახალისებები მოყვა. რა წერია, წახალისებები, ხო. მე რა წერია, რომ თუ მოვაო, მე ჟულის კანონზე პირად ვიცი, კაცო, მეტი კი არაფერი არ ვიცი. თუ ვინმე მოვაო და დაგაძალებსო, შენი რწმენა შეიცვალო, ნუ დაუწყებ წინააღმდეგობას, შეიცვალეო, მოინათლეო ის სხვანაირად დაუშვათ. ჩვენთან რა იყო ახლა ქრისტიანები იყვნენ და მაჰმადიანოთი. ой, мама, ვერ გაიგებენ 30 წამი დარჩა. თქვენასაც ამობთ, იმიტომ რომ ბოდიში ვიხდი მე მაყურებელთან, მაგრამ მე დაბრუნდი უკანო და ხსარება თქვი და ყველაფერი. კი ბატონო, რაზეც გინდა ვისაუბროთ მე. კი, ამაზე ვისაუბროთ, იმიტომ რომ მე თამბიური კითხვები მექნება მასთან დაკავშირებით. ტელემაყურებელთან დიდი მადლობა ბატონო გიორგი, რომ შეუპოვაროთ იმაში. სულ ჩემი აი უახლოესი მეგობარი არის უფროსი რა თქმა უნდა და ძალიან მიყვარს მამაოს ეთერი არის ხოლმე რა ვიცი ჩემთვის ხო თან ეხა ამაზე ამ ბოლო იმაზე კიდე საკამათო ახალი თემა წამოწია ეს რაღაცა რომ აი წარმოგიდგენთ ეხა რომ ეს რაღაცა არ წარმომიდგენია ხოლმე რაღაცა იქ იმას დააითანხმე მე გადმოითანხმე ისევ და აქ ის არის პინგ-პონგია დათანხმება მე იმ ხაზიდან რასაც ეკლესია თხოვს და გვიბრძანებს და გვასწავლის და გვეხმარება იმისთან არ გადავდივარ არაფერი. ერთი ნაბიჯი არ გადამი, ნახევარ ნაბიჯი არ გადამი. ხო, ქეთევან წამებულს და იმათ ეთყობა წაკითხული არ ქონდათ, ხო, რომ ეწამნენ, ხო? რომ მოინათლეო ისევ და მე ისევ გადმოინათლეო. არა, მე რას ვიძახი, იცი რომ ჯულის კანონში წერია ესე რომ თათახმი თუ ისიც წერია თუ მოვაო ისე რა ქვია
წარმართიო და ეცდება შენი ტაძარი წაბილწოსო დაანებეო თავი. რო წავაო მე გაწმინდეო. შენ მიიღე ისა რომ არ მოკლასო და მე დაბრუნდი ისეო. აუ დრო იწურება მამაო სამწუხაროდ და ისეთი თემა წამოჭედეთ. აქ იქნებოდა UFC დაიწყებოდა. კამაზე. მაშინ მე შემდეგზე მე მოვიტან ჯულის კამაზე. კი ბატონო, მამაო და დიდი სიამოვნებაა. უღრმესი მადლობა რომ ხარ. თემი უბედურება მაგაშია რომ ჩვენ აი ზერელე ცოდნე. მე მამაო კითხებს ხო, ჩვენ ზერელე ვიცით. არა, მის მაგრამ მე იმიტომ რომ სწორი პასუხი გაგცეთ ახლა. მე მომწონს და მე მინდაში არ არის. მე ბოდიში აუ სამწუხარო ჩვენ და ბოდიში ხდით. აი მაინც ბოლოს კბილი გამკაი რომ მითხარი რომ რაღაც ერელეთი კარგით ვიცოდეთ ჩვენ ზერელეთ თქვენ ცოდეთ. სირცხვილი იქნება მე და თქვენ რომ ერთნაირად მოგეთხოვოთ. ერთნაირად არა არც მოგეთხოვება მამაო კი აუ სამწუხარო დრო იწურება ჩემ და ხო მაგრამ თქვენი სირცხვილი იქნება რომ ამდენს დადიხართ და მე რო არ ვიცი რაღაცეები თუ შენ არ მოდიხარ ჩემთან. იცი ხომ რა ფამო სათქო უნდა იმიტომ რომ მართლა ჩემი მართლა მშობელი თუ საყვალესი კაცი ხარ დიდი მადლობა მამაო ხარ და ბედნიერო ყველაფერს სიკეთეს გისურვებ. რაშიც მემართალი ვარ ჩემთვის დავიტოვე ჩუმად ვიქნები. ჩვენი აი კაცი რო ცდილობ რომ წესვარდება მადლობთ. არა მადლობა თქვენ მამაო რომ ხართ რა დიდი მადლობა სულ თან გიყვართ ხოლმე რაღაც თემებს წამოწევთ ისეც რომ იცით რომელზე მადლობა დიდი წარმატებას გისურვებთ ყველაფერს სიკეთეს. მე გახდით გიორგი დარასელია მამა პეტრე ძინძიბაძე გახდა ჩვენი სტუმარი ხვალ საღამოს რისნახევრისად დაგიბრუნდებით. მამა ილია ნასიძე გვეყოლება სხვათა შორის სტუმრად აუცილებლად დაგველოდეთ კარგი ეთერი გვექნება დროებით. მადლობა